მამა გაბრიელის მოწაფისა და მისი გზის გამგრძელებლის, მამა ნიკოლოზის სანახავად ჩამოვიდა არქიმანდრიტი გერასიმე. ის 25 წლის წინათაც მამა გაბრიელს ესტუმრა სპეციალურად. მამა გერასიმე არის ამერიკაში სამხრეთის ეპარქიის ადმინისტრატორი, ქალაქ დალასის სერაფიმეს საროველის ტაძრის წინამძღვარი. მამა ნიკოლოზი 11 წელია მდუმარებაშია. მაღალი სულიერების მქონე მოძღვარმა მამა გერასიმემ კარგად იცის მდუმარების ფასი. მდუმარებაში იყვნენ უდიდესი წმინდანები: ანტონი დიდი, მაკარი დიდი, ბარსანოფი დიდი, სერაფიმე საროველი. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ მე-6-მე-7 საუკუნეებში ეთიკურ-ასკეტური სწავლების მთელი სისტემა იქნა შემუშავებული. იგი ითვალისწინებდა გარკვეული მეთოდების შეთვისებას, რაც ადამიანს მიაახლოვებდა ღმერთთან, რასაც გაღმრთობა ეწოდება. მოღვაწეს მხოლოდ სრულყოფის უმაღლეს საფეხურზე შეეძლო ღმერთთან, უფალ იესო ქრისტესთან შეერთება. წმინდა ბერები დუმილს ამჯობინებდნენ. დუმილთან არის დაკავშირებული სახელწოდებაც ისიხაზმი. ისიხაზმი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს მდუმარებას, რაც ხელეწიფება მხოლოდ განდგომილს, დაყუდებულ ბერს და არა რიგით მართლმადიდებელ ქრისტიანს. ხანგრძლივი შრომის შემდეგ ბერებს უყალიბდებოდათ განსხვავებული ცნობიერება. განუწყვეტელი ცრემლებითა და საკუთარ თავში ჩაღრმავებით ბერები აღწევდნენ სულის შემოსრულებას და განწმენდას, ამის შემდეგ კი უფალ იესო ქრისტესთან შეერთებას. მდუმარება ეს ოქროა. თვით მდუმარების ღვაწლს წმინდა მამები წმინდას უწოდებდნენ და ჰიმნსაც უძღვნიდნენ. მოკლედ მოვყავს მდუმარების ჰიმნი. ჰოი მდუმარებავ, ცათა სასუფევლის გზაო. ჰოი მდუმარებავ, მეოხო სინანულისაო. ჰოი მდუმარებავ, სარკეო ცოდვისაო. ჰოი მდუმარებავ, სულის განმაბრწყინებელო. ჰოი მდუმარებავ, ანგელოსთა თანამოსაუბრეო. ჰოი მდუმარებავ, გულისხმის ყოფათა ნათელმხილველო. ჰოი მდუმარებავ, ლოცვისა და დამოძღვრის სკოლაო. ჰოი მდუმარებავ, ქრისტეს წილხვედრო. ალბათ მრავალთათვის ცნობილია, რომ ქრისტე მაცხოვარიც იყო მდუმარებაში. ტაძრის გუმბათებსაც ამშვენებს მდუმარე მაცხოვრის ფრესკები, არსებობს მდუმარების ხატებიც. მდუმარება არის უმაღლესი საფეხური ღვთისმსახურებისა, უმაღლესი მსახურება უფლისა. წმინდა მამები სწორედ მდუმარებით მივიდნენ სრულყოფილებამდე. მას შემდეგ, რაც გაივლიდნენ 1000 ბრძოლას, მოიპოვებდნენ უდიდეს სათნოებებს, საბოლოოდ მდუმარებით აგურგვინებდნენ თავიანთ ღვაწლს. მდუმარება ყველა სხვა სათნოებაზე აღმატებულია. მდუმარების მისაღწევად ბერები უარს ამბობდნენ ადამიანებთან ურთიერთობაზე, მიდიოდნენ უდაბნოს სიღრმეებში, ხოლო მამა ნიკოლოზი ადამიანთა უსაზღვრო სიყვარულის გამო ჩვენთან ხალხში მოღვაწეობს. მამა ნიკოლოზი მამა გაბრიელის კურთხევით ატარებს ამ დიდ ჯვარს. მამა გაბრიელი ამბობდა: ახლა ვინც დაეყუდება, თვითონ არის შესაყუდებელი, რადგან ერს ისე უჭირს, რომ ერი და ბერი ერთად უნდა იყოსო. როდესაც ჩვენი ოპერატორი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ძვლა შემოსილის ხატის კადრებს აფიქსირებდა, მოულოდნელად გაისმა მელოდია. ჩვენ ამ ბუნებრიობას ვერ შევეცეთ. ამ კადრებს უცვლად გთავაზობთ, რადგან ეს ღმრთისმშობლის მოწოდებად მივიჩნიეთ ქართველი ერისადმი. ეს ხატი გახლავთ სამეფო ხატი, რომელსაც ევედრებიან მეფობის აღსადგენად. ჩვენ რომ პრობლემებისაგან და განსაცდელისაგან გამოვიდეთ, ამისათვის უდიდესმა წმინდანმა, მამა გაბრიელმა ვიჩვენა გზა გადარჩენისა. საქართველოს მანამ არ ეშველება, სანამ მეფე არ ეყოლება. შევსთხოვოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის. ჰოი დედუფალ, ძლიერ შემოსილ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, კვერთხითა და ყოვლად ძლიერებითა შენითა გევედრებით. ღირსყვენ შენს წილხვედ საქართველოში, აღდგინებად სამეფოისა ტახტისა. ჰოი ყოვლისა ქვეყანისა შუამდგომელო, დედუფალო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, კრძალვით გევედრებით. ევედრე ღმერთსა, მომადლო ჩვენ სამშობლოს მირონცხებული მეფე ბაგრატოვანი. მეფე ბუნებით ღმერთი, მადლით ღმერთნულთა შორის. რაითა განარწყინებდე საზეპუროსა ერსა შენსა და ჩვენცა ყოველნი, ღვთივ გვირგვინოსანისა მეფისა თანა,
უცდომელად და ერთგულად ვადიდებდეთ ღმერთსა ღმერთთა საყოვლისა მყრობელსა და სიმართლის სიყვარულით ვიდოდეთ ქრისტეს გზაზე ჭეშმარიტად. შვიდობა დაგულოც ჩვენთან დღეს სტუმრად ბრძანდება მამა გერასიმე, ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი. მამა გერასიმე გახლავთ სამხრეთისა და ტეხასის ქალაქ დალასის ეპარქიის წარმომადგენელი, ეპისკოპოსი იოანეს თანაშემწე და ადმინისტრატორი, თვითონ ქალაქ დალაში წინამძღვრობს წმინდა სერაფიმე სარაველის ეკლესიას. ჩვენ დიდი ხანია ველოდებოდით მამა გერასიმეს სტუმრობას. ძალიან ძვირფასი პიროვნება გახლავთ. მამა გაბრიელს იცნობდა პირადად. 1991 წელს ბრძანდებოდა საქართველოში. მინდა შეკითხვით მიმართო მამა გერასიმეს, გთხოვთ გაიხსენოთ მამა გაბრიელთან თქვენი შეხვედრა. Сохраните мамиста, зазиста, синтисисулиста. Я приехал первый раз. მე პირველად საქართველოში ჩამოვედი 1991 წელს. Я слышу რატომ ჩამოვედი? о жизни старца გაგონილი მქონდა ბერი გაბრიელის ცხოვრების, и тоже საქართველოში წმინდა ადგილების, სხვა მრავალი სიწმინდის შესახებ. и о мощи и разные вещи. Но мне очень интересовались с отцом ჩვენ Гаврилом. ძალიან გვაინტერესებდა მამა გაბრიელთან შეხვედრა. Поехали там в Сан-Тавро. მე და ჩემი მეგობარი წავედით სამთავროში. Я очень интересовался. შევედით მონასტრის Не ეზოში. знал почти ничего о нем, только слышу. ძალიან დაინტერესებული ვიყავი. თითქმის არაფერი ვიცოდი მის შესახებ. Портрета მხოლოდ გაგონილი მქონდა მასზე, რომ Версии, საბჭოთა კავშირის портрет Ленина, Сталина. პერიოდში Это მან было დაწვა ლენინის совершенно точно. 12-მეტრიანი Мы პლაკატი. стучали, он пригласил нас. მამა გაბრიელმა მიგვიწვია თავის კელიაში, რომელიც იყო მეფე მირიანის და დედოფალი ნანას კოშკი. Эти дивные портреты. ირგვლივ მოფენილი იყო წმინდა ხატები, სულიერი მამების, საეკლესიო პირების და საქართველოს წმინდა ადგილების სურათებით. И мы спросили его: вы знали это? ჩვენ მკითხეთ მამა გაბრიელს, Он как? თუ იცნობდა ის ამ წმინდანებს. Да, он рассказывал немножко. მან დიდი ყურადღებით შემოგხედა. Было как თავი დაგვიქნია და ჩვენ მივხვდით, რომ ის თვითონ იყო церковь. ცოცხალი ეკლესიის წარმომადგენელი. Он пережил მამა გაბრიელმა გადაიტანა все, ყველაფერი, что творилось. რაც ხდებოდა იმ კომუნიზმის პერიოდში. თითქმის 40 წლის განმავლობაში მან არნახული ტანჯვა გაიტანა მართლმადიდებლური სარწმუნოების გადასარჩენად. ეს შეხვედრა იყო ჩემთვის ბევრი მანიშნებელი და მიმასწავლებელი. ეს არ იყო როგორც ალკითხულ წიგნშია, არამედ იყო ცოცხალი ხმა. ასეთმა შეხვედრამ შემოძლებინა მე გადამეტანა ყველაფერი. რაც შემდეგ გადამხდა კალიფორნიაში, ამერიკაში. და ამ გამოცდილებით შევძელი შემდგომში გამეგზელებინა ჩემი მონაზვნური ცხოვრება. და მე ვგრძნობდი, რომ მეხმარებოდა მისი ლოცვა. Я не дерзаюсь сказать, ვერ что გავკადრინებები знаю. თქვა, რომ მამა გაბრიელს Встретил ვიცნობ. его, მე მხოლოდ შევხვდი მას. он благословил მან нас მანუგეშა и позволил დაგლოცა და ნება დამრთოდ გამეგზელებინა მონაზვნური ცხოვრება. свою монашескую жизнь и дал мне მომცა ისეთი დიდი შინაგანი სიხარული, რომ შევძელი მიმეო მამა გაბრიელისგან ძალიან დიდი მადლი საქართველოში მოგზაურობით. сюда в Грузию по благословениям მაშინ მიღებული პატრიარქის კურთხევა მამა გაბრიელის სწავლებებთან ერთად მომავალში მთელი ცხოვრება იყო ჩემი შთაგონების წყარო. пастырей церкви здесь, с которыми место მე არ ვიცი რა იქნებოდა ამ შეხვედრის გარეშე. меня вдохновлял. ან ვიქნებოდი თუ არა Я не ბერი знаю, მამა что გაბრიელთან случилось со мне,
მამა ვიტალისთან. აგრეთვე თქვენი ეკლესიის თანამედროვე მწყერსთავრებთან შეხვედრის და მეგობრობის გარეშე. Со современным пастырем грузинской церкви. თქვენი ეკლესიის სულიერი მისიონერული მოღვაწეობის და ცოდნის გარეშე. Вашей церкви здесь. მამა გაბრიელის სულიერი შვილი, მამა ნიკოლოზი, გახდათ დუმარებაში. თხოვთ ვიაბროთ დუმარების ღვაწლის შესახებ. Интересно. У нас на Западе не могли бы сказать ничего об этом. ჩვენთან დასავლეთში ვერაფერს ვიტყვით ამაზე. Наши телефоны звонят все время. რადგან ჩვენთან ტელეფონები გამუდმებით რეკავენ. ჩვენთან მონაზვნები, მოძღვრები, სარგებლობთ ელექტრონული პოსტის სიახლეებით, ინტერნეტით. Электронической почты, что там написано на интернете. И что мы можем сказать о молчании? ამის შემდეგ რა შემიძლია თქვა ისეთ დიდ ღვაწლზე როგორც დუმარება. ჩვენ დასავლეთში წიგნებსაც კი ვწერთ დუმარებაზე. და ერთხელ ჩემს მეგობრებს ვუთხარი, მოდით საათნახევარი ვიყოთ მდუმარებაში. Я сказал моим друзьям, что он და ისინი ამისგან მიიღებდნენ დიდ მადლს. მაგრამ საათნახევარი მხოლოდ საუბრობდნენ დუმარებაზე. ხოლო რა ვიცი დუმარებაზე, მე საღეცი. დუმარება ძალიან ძნელი და ძალიან დიდი შეათობაა. Не знаю. Это у нас очень редко. ჩვენ ძალიან გვიყვარს სერაფიმ როუზი. ჩვენ ვთვლით, რომ ის ძალიან დიდი წმინდანია. ეხლა ამერიკაში მის კანონიზაციაზე თუ ფიქრობენ, თუ მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, რომ შერაცხონ წმინდანად. Я думаю, что речь о прославлении его идет много. ჩვენთან ამერიკაში მისი წმინდანად შერაცხვის შესახებ საუბარი მიდის უკვე მრავალი წელია. მხოლოდ ღმერთმა იცის თავისი რჩეულების შესახებ. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ მათ სახეებს, სტუმრობთ მათ ადგილსამყოფელს და საფლავებს. ჩვენ წერთ მათ შესახებ, ვიმეორებთ, რასაც გვეუბნებოდნენ, როგორ ავლენდნენ ჩვენს მიმართ სიყვარულს, ზრუნვას, როგორ ქადაგებდნენ ისინი. ჩვენ მხოლოდ შევიგრძნობთ, რომ ასეთი ადამიანები წმინდანი, ღმერთი კი ამ ადამიანის სიწმინდეს განსაზღვრულ დროს გამოვლენს და განადიდებს. ეს უფლისნებაა, ეს შედეგია მათი ლოცვის, მათი ღვაწლის, ადამიანების მიერ მათ მიმართ პატივისცემის და სიყვარულის გამოხატვის, ისე როგორც მამა გაბრიელი იყო. Он очень был постоянный подвижник, истинный монах. მე ასევე ვიცნობდი მამა სერაფიმეს. ძალიან მიყვარდა. ის იყო ასკეტი მოღვაწე, ჭეშმარიტი მონაზონი. უარყოფდა ამ სამყაროს. მის გულში არ იყო არანაირი მისწრაფება ამ ქვეყნებისადმი. მამა სერაფიმე ხარობდა ყოველდღე მონასტერში ყოფილ. მას უხაროდა ყოველი შესაძლებლობა, რომ ესწავლებინა მაცხოვრებელი სარწმუნოება. ხალხი მას დიდ მასწავლებლად მიიჩნევდა. თუმცა თვითონ მას არ დაუმთავრებია სემინარი. თავისი ასკეტური ცხოვრებით შეისწავლა ღვთისმეტყველება და წმინდა წერილის განმარტება. აქ თავარი ისაა, რომ მის ღმერთმა დააჯილდოვა და თვითონაც ცდილობდა ესწავლებინა სარწმუნოება მართლმადიდებლობის ცოდნას მოწყურებული ადამიანებისთვის დასავლეთში. ის მზად იყო გაეზიარებინა ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომლითაც ის ცხოვრობდა მასთან მისული სტუმრებისთვის და იმ ადამიანებისთვის,
ვინც მას ამის შესახებ И он ეკითხებოდა. любил молчание. И он предпочитал быть молчаливым, чем учить другим. Но всегда, каждый день მამა სერაფიმეს გული იყო როგორც უდაბნო. მას უყვარდა მდუმარება. მას ერჩივნა ყოფილიყო მდუმარებაში. ვიდრე ესწავლებინა. მაგრამ ყოველდღე თხოვდნენ ეკადაგა რაიმე სულისთვის. თხოვდნენ მათთვის მსახურებას. მაგრამ მისი გული მიისწრაფოდა მონაზვნური ცხოვრებისაკენ. და ძალიან საინტერესო იყო როგორ ახერხებდა შეეთავსებინა ერთმანეთისათვის განმანათებლობა, ბევრი ცხოვრება და ამავე სამყაროსგან განშორება. Но как Бог проявляет свою უფალი აუცილებლად გამოავლენს სიმართლეს თავის დროზე. ამ ეტაპზე სერაფიმ როუზის შერაცხოსთან დაკავშირებით რაიმე ოფიციალური ქმედებები არ ხორციელდება. მხოლოდ საუბარია ამის შესახებ. მის საფლავზე ყოველწლიურად მატულობს მომლოცველთა რიცხვი. ხალხი კითხულობს, იწერება თუ არა მისი ხატები და ითხოვენ მის ხატებს. არის თუ არა მასზე დაუჯდომილი ლოცვები, რომ აღავლიო. ეს არის ის ქმედებები, რაც შეინიშნება ამ ეტაპზე. უფალი გვიჩვენებს მომავალს. დემონაზმ სერაფიმ როუზს აქვს ძალიან ძლიერი სიტყვები. ის ამბობს, რომ ეხლა იმაზე უფრო გვიანია, ვიდრე თქვენ მგონიათო. И, как мы видим каждым днем в современном мире, როგორც ჩვენ ხედავთ, ის იყო მართალი. მართლმადიდებელი ქრისტიანები შევიგრძნობთ და ვამჩნევთ, რომ ჟამი უახლოებულია. ეს ჩვენთვის არის მოწოდება სინამდვილისკენ. მოწოდება იმისკენ, რომ ჩვენ მივუახლოვდეთ ღმერთს. что время короткое. То есть это как призыв на покаяние. Призыв на чтобы мы приближаемся к Богу. მამა სერაფიმე როუზისთვის ეს იყო მთავარი. საინტერესო ისაა, რომ მან ეს გაკვეთილი პირველ რიგში თვითონ გაითავისა. უპირველესად საკუთარ თავს მოუწოდა. ის ასე ცხოვრობდა და ფიქრობდა, რომ ჟამი მცირეა და ასეც მოხდა მის ცხოვრებაში. შეიძლება ითქვას, რომ ის დროზე ადრე გავიდა ამ ქვეყნიდან. მაგრამ ეს ჩვენი თვალსაზრისით. ხოლო ღვთიური თვალსაზრისით ის ასრულებდა თავის აღთქმას. განშორებოდა ამავე წუთისობას. ქონოდა სინანული. ის პრაქტიკულად აკეთებდა იმას, რასაც ხადაგებდა. მან მიუძღვნა თავისი ცხოვრება ღმერთს. ეს მოცემულობა თითოეული ჩვენთაგან То же самое. И в этом смысле он как практиковал, что проповедовал. ამერიკაში ამჟამად ძალიან გვაინტერესებს როგორი მდგომარეობაა მართლმადიდებლობის თვალსაზრისით. რამდენად შეიცვალა, როგორ გაიზარდა მრევლი ბოლო 25 წლის მონაცემების მიხედვით. Да, православная церковь умножается аж теперь у нас მართლმადიდებლური ეკლესია იზრდება. მრევლი თანდათან მატულობს. ბოლო 30-40 წლის მაჩვენებლთან შედარებით ამერიკაში ისევე როგორც თქვენთან გამოიცა ბევრი წიგნი. მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე გაიხსნა მრავალი მონასტერი. მათ შორის მაგალითად აღსანიშნავია მამა ეფრემის ხელმძღვანელობით გახსნილი მონასტერი. მრევლი მატულობს მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის კავშირი მტკიცდება, რაც არ ხდებოდა 25 წლის წინ. 25 лет назад не было. Собираются православные епископы вместо, то есть ერთად იკრიბებიან მართლმადიდებლური ეპისკოპოსები, რუსები, ბერძნები, სერბები, ანტიოქიის ერთი ქართველი ეპისკოპოსიც
კი არის. хороший знак. იკრიბებიან წელიწადში რამდენჯერ. Могли бы немножко проявляются наше единство, всем православным, всем христианам США. ეს ჩვენი სარწმუნოებისთვის კარგი ნიშანია, რომ ცოტათი მაინც გამოვხატოთ ჩვენი ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის ერთობა ამერიკაში. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკლესია ერთიანია, ეკლესია განუყოფელია. ადრე ჩვენთან ეკლესიებს შორის არ იყო ასეთი ახლო კავშირი, ხოლო ახლა ბევრად უკეთესი მდგომარეობა. ჩვენთან ამერიკაში ახლა არიან ძალიან კარგი ეპისკოპოსები. 25 წლის წინ ამას ვერ ვიტყოდი. И мы надеемся, что Бог вызывает и ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ღმერთის ნებით ხდება საეკლესიო მთავრების და სულიერი ადამიანების საერთო საეკლესიო ხომალდზე ასვლა მის სამართავად. видит как корабль церкви. И тоже у нас теперь очень укрепляется ახლა ჩვენთან მართლმადიდებულ სემინარიაში გაუმჯობეს და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიღებული ცოდნა. მე ვფიქრობ, რომ ეს ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. 10-12 წლის წინ არ იყო ასე. ახლა ბევრად უკეთესი მდგომარეობაა. ადრე ადამიანები, რომლებიც ეძებდნენ სულიერ გზას, გაგონილიც კი არ ჰქონდათ აღსარებაზე, მარხვაზე. ახლა ბევრმა იცის და პრაქტიკულადაც აკეთებს. И теперь много знают. არის მუდმივი საუბრები სულიერ ცხოვრებაზე. ჩვენთან ეკლესიებში გვაქვს ძალიან კარგი პროგრამები მოზარდებისთვის. В церквах тоже, для юношей тоже. Это удивительно. თუ ჩემი შეფასება იყო ყველაფერი მეტისმეტად დადებითი, შემდგომს მოვიტყო. Если так, я спрошу прощения. მამა გერესიმე გამოსცემს ასევე ჟურნალს მართლმადიდებლურ სიტყვას, ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლავთ და ამ მისიონერული მოღვაწეობით და ძალიან დიდ საქმეს ეწევიან მთელს ინგლისურ ენოვან სამყაროს აცნობენ დიდი წმინდა მოღვაწეების შესახებ. თუ აი ტელევიზია, თუ არის თქვენთან პრესა, ტელევიზია, რამდენად გაქვთ ამის საშუალება? Да, преимущественно это теперь по интернету. Но это тоже большая задача, тоже одновременно большая проблема. Потому что на интернет любой человек может высказать свое мнение. ახლა უპირატესად ინტერნეტით სარგებლობენ. Ясно. მაგრამ მინდა აღნიშნო, რომ ეს უპირატესობა დიდი პრობლემაა. რადგან ინტერნეტით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოთქვა თავისი აზრი. და რთულია გაარჩიოს სადაა ეკლესიის სწავლება და სადაა. ჩვენთან რადიოში ძალიან კარგი პროგრამაა ძველი საუკუნე. მათ აქვთ ძალიან კარგი ქადაგებები, სტატიები, ლექციები. ეს შესანიშნავია. ბერძნულ ეკლესიას აქვს ტელევიზიაში პროგრამა. მე არ მაქვს ტელევიზორი და ამიტომ ამის შესახებ თითქმის ვერაფერს ვიტყვი. ინტერნეტში ჩვენ გვაქვს ვიდეო გადაცემები სახურების შესახებ. სხვადასხვა ეკლესიის მრევლისთვის. службы. Но я думаю, что больше всего это ფიქრობ, რომ ყველაზე საინტერესოა როგორ ხდება დღეს უთელების სულიერი ჩამოყალიბება. მათ ხშირად აგზავნიან სხვადასხვა ტაძრებში, სხვადასხვა მრევლთან. თუ მათ აქვთ ღრმა ცოდნა, ეს სასიკეთოა ბევრი ადამიანის სულიერებისთვის. ამ მხრივად ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე 5 წლის წინ. православных храмах Америки, США, развивается процесс
ახლა როდესაც თქვენ ხვდებით მართლმადიდებელ ადამიანს, მან იცის თავისი სარწმუნოების შესახებ. მან იცის როგორი ქადაგოს წმინდა წერილი. თუ ის მართლმადიდებელია, მან იცის თუ რატომაა ის მართლმადიდებელი. Даже есть очень хорошая программа теперь, где имеет как для приготовления на свадьбу. ჩვენთან შემოიღეს ძალიან კარგი პროგრამა. Спрашиваем у людей. მომზადება ქორწინებისთვის. ჩვენ მათ ურჩევთ იარონ ამ კურსებზე, ვიდრე ვაკურთხებთ მათ ეკლესიურ ჯვრისწერას. До того, как мы согласимся сделать церковный брак. И это только развивается теперь. ეს სწავლება ვითარდება თანდათან და როგორც ერთმა მასწავლებელმა მითხრა, რომ ბევრმა გაიარა უკვე ეს კურსი და იყო ისეთი წვლილი, რომელმაც ამ კურსების გავლის შემდეგ უარი თქვეს დაქორწინებაზე. Это тоже хорошо. ესეც ძალიან კარგია. ისინი მიხვდნენ, რომ არ იყვნენ მზად ქორწინებისთვის. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ჩვენ ვეხმარებით ოჯახის შექმნაში და ქორწინების კუთხეებში. ჩვენი ძვირფასი სტუმარი არქიმანდრიტი გერასიმე ბევრს მოგზაურობს მსოფლიოს მართლმადიდებელ ქვეყნებში და ქონია ხშირი შეხვედრები უამრავ სასულიერო პირებთან და აქ დიდ მოღვაწე პიროვნებებთან და მინდა ესეთი შეკითხვით მიმართო დღეს თუ არიან ისეთი ადამიანები რომლებიც მათ დაამარცხეს თავიანთი ვნებები და ჭრებდნენ უქმნელ ნათელს. К сожалению, мы ощущаем поверхности человека. სამწუხაროდ ჩვენ შევიგრძნობთ მხოლოდ ადამიანის გარეგან მხარეს და ძალიან იშვიათად გვეხსნება სიწმინდის საიდუმლო. აი რატომ იყო ძალიან გასაოცარი ჩემთვის 1991 წელს შეხვედრა მამა გაბრიელთან და შემდეგ მამა ვიტალისთან. მე ვიყავი მართლმადიდებელი სამყაროს მრავალ წმინდა ადგილას და შევხვდი რამდენიმე ასეთ წმინდა ადამიანს. Несколько таких людей. Но я сам მე თვითონ შეიძლება ითქვას, უზომოდ გაოცებული ვარ და თითქოს არ ვენდობი საკუთარ თვალებს. Я не доверяю, как самые глаза. Встречал бы, как вы, например, შევხვედრილ ვარ ილია ოპტინელს. მამა იოანე კრესტიანკინს და სხვებსაც. იოანე კრესტიანკინს ჰქონდა უზომო და უსაზღვრო სიყვარული ყველას მიმართ. У него была эта очень сильная любовь ко всем. Он, когда он встречает человека, როდესაც ის ხვდებოდა ადამიანს, არ აინტერესებდა, არ ეკითხებოდა მას საიდან ხარ, რა ქვია, რატომ ხარ აქ, უბრალოდ უყვარდა. Он спросил, как вас зовут? მე მახსოვს, როდესაც მას მეორედ შევხვდი, კითხა, რა ქვიათ, გადამკოცნა, რამდენ ხანს დარჩებით ჩვენთან, არ შეგიძლიათ დარჩეთ უფრო დიდ ხანს. Открытым сердцем. და ეს მითხრა ძალიან გულწრფელი ღიაგულით. ასეთი ძლიერი მოსიყვარულე გული არის არა მხოლოდ სიწმინდის ნიშანი, არამედ იმის ნიშანია, რომ ადამიანი არის უფლისადმი ღვთის წინაშეც გახსნილი. Разные люди едут в нашей стране к отцу Ефрему, например. ჩვენი ქვეყნიდან მრავალი ადამიანი მიდის მამა ეფრემთან. სამწუხაროდ ის ამჟამად ავათა. ძალიან გაუარეს და ჯანმრთელობა. და ეს ჩვენთვის არის ძალიან სამწუხარო. მაგრამ ღმერთი თვითონ არის მსაჯული. ის ყველაფერს ხედავს. მან თვითონ იცის ყველაფერი. 7 лет назад патриарх Павел 7 წლის წინ მე შევხვდი სერბეთის პატრიარქ პავლეს.
მე სულ 5 სიტყვა უთხარი მას. მეტის თქმა ვერ შევძელი. ეს იყო ღვთის ჭეშმარიტი მსახური. არა მხოლოდ მისი სიტყვა, მისი ქმედება მაგალითია. ის თუ როგორ ხელმძღვანელობდა თავის საწყოს, მისი თავზეუგავი ცხოვრება. Самоотверженная жизнь. Это всё как свидетельство. ეს ყველაფერი არის დასტური იმისა, რომ ღმერთი შემოქმედია ყოველივეს. Внутри его. Я благодарю, что я встретил несколько таких людей. მე მადლობელი ვარ, რომ შევხვდი ასე წმინდა ადამიანს და შეიძლება ითქვას, რომ ჩემთვის ეს საკმარისია. ახლა მე თვითონ უნდა გავცე პასუხი ღმერთს. ესე იგი, მამა გაბრიელი ვიცით რომ უდიდესი წმინდანი არის და წინასწარმეტყველებდა ბოლო ჟამის შესახებ, რომ თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს მოსვლას. ჩვენთან აქ მეგობარიც ბრძანდება, რომელსაც პირადად უთხრა მამა გაბრიელმა, რომ მოესწრებიო. რომანოს გითხრათ ხო მამა გაბრიელმა თქვენ? როგორ იყო თუ შეიძლება? 92 წელი იქნებოდა რომ მივედით მე და ჩემი მეგობარი სვეტის ცხოველში ცხოვრობდი ჩვენ. მამა იოსები იყო. ეხლა გურის მიტროპოლიტია. მან მიმიყვანა პირველად შემიყვანა მამა გაბრიელთან და ესე მითხრა დაუჩოქეო, რო შეხვალო. და რო შევედი, სასახლეში ეძინა მამა გაბრიელს. და მე ცოტა არ იყოს შემეშინდა. და დაიჩოქე, უნდა დაგლოცო, ესე მითხრა და რო დავიჩოქე, ხელები აღაპყროზეცა და წარმართქვა. ქრისტემა აღმერთმა დაგლოცოს და გაგახაროს. რაც შეეხება ყოველდღიურად გრძელდებოდა მამა გაბრიელთან შეხვედრა. მე ყოველდღიურად მქონდა მორჩილება, რომ პური წამომიღო დედათა მონასტრიდან. და ძალიან შემიყვარდა მამა გაბრიელი და ყოველდღიურად მასთან დავდიოდი. ძალიან თბილი და მოსიყვარული ადამიანი იყო მამა გაბრიელი. ღამებსაც ვათენებდით ხოლმე ხშირად. ბოლო ჟამზე ესე მითხრა რომ რაც შეეხებაო შენო მოესწრები ბოლო ჟამსო. პირადად ჩემთვის ნათქვამი აქვს. ისე დაჩქარებულია მოვლენებიო. მარტო ნუ წახვალთო, ესე იტყოდა ხოლმე მამა გაბრიელი, მეტყოდა იმიტომ რომ 10-15 რაც უფრო ბევრი წახვალთო, უფრო კარგი არისო. ხშირად ეზიარეო ეს მახსოვს რომ თვეში ერთხელ მაინც ეზიარე თუ არა მე ბოლოსო მაგის საშუალება არ გექნებათო. მამა გაბრიელი ამბობდა, მე ვარო ანტიქრისტეს შემაკავებელი. მე თუ არ გავედი, ანტე ვერ მოვა. რაც უფრო მალე წავა, უფრო მალე მოვა ანტე და ამით ლოდინის ტანჯვის დრო შემცირდება. მაგრამ მე კი არ ვკვდები, არამედ მივდივარ და მალე მოვა. და როდესაც ივერიის ღვთისმშობლის ხატი დატოვებს ათონის მთას და საქართველოს მოუახლოვდება, მე კვლავ გავივლი შავ ზღვაზე, როგორც 1000 წლის წინ. რადგან 1000 წლის წინ გაბრიელ ბერმა რომ მიიღო ათონის მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატი, ის მე ვარ და ახლაც გავივლი შავ ზღვაზე და მივიღებ ივერიის ღვთისმშობლის ხატს. ხოლო ნაპირზე შენ ნიკოლოზ და 5 ბერი დამეულდები. მამა გაბრიელს პირადად ჩემთვის აქ ნათქვამი რომ თქვენ ბუმბერაზი ბერი გყავთო. დიდი ბერი გყავთო. დიდი ასკეტური ცხოვრების ბერი გყავთო. გაუფრთხილდით მამა ნიკოლოზო. ხალხმა გაიგო უკვე ვინ არის მამა გაბრიელი. ასე რომ ჩვენ გვყავს დიდი ბერი, რომელიც ბერი ნიკოლოზია. მაგარაშვილი, რომელიც მისი გამგრძელებელია და მას უნდა დავემორჩილოთ და დავეწამოთ. მამა ნიკოლოზი ამბობდა, "Eta ვინ არის ის 5 ბერი? არ უნდა ეძებოთ?" Например, параллельно есть, например, на Афоне, как сказание 13. ამის პარალელურად მაგალითად მინდა გავიხსენო თქმულება ათონის მთაზე 13 განდეგილი წმინდანის შესახებ. Для нас тоже это немножко сокрыто. როდესაც ერთი გადის ამ ქვეყნიდან, ღმერთი მის ნაცვლად გამოაჩენს სხვას. ესეც ჩვენთვის რამდენადმე დაფარული საიდუმლოა. საიდუმლო მაშინ გაგვეხსნება, როდესაც უფალი ინებებს. На исповедении духовным друзьям есть ответ. რამდენად ვხიზლობთ ჩვენ როგორ ემზადებით ამაზე თითოეული ვაგებ პასუხს ღვთის წინაშე.
лже-мессия имеет свою აღსარებებით, სულიერი მეგობრების წინაშე, ჩვენი პასუხისმგებლობით, სწორი ხედვით. и он использует ამასთან კავშირშია ისიც, რომ სულ მესიასაც აქვს თავისი იკონოგრაფია, თავისი ქადაგებები და ის ასევე იყენებს ყველა საშუალებას, რომ მიზიდოს ადამიანები და ეს ბოროტს ანიჭებს სიხარულს. не только физически, духовный. ჩვენ უნდა ვიფხიზლოთ როგორც ხორციელად, ისე სულიერად და უნდა შევინარჩუნოთ ერთობა. რადგან როდესაც ჩვენ ყოფს განგვაცალკევებს მოწინააღმდეგე, მაშინ ხვდებით უძლურები. და კიდევ ერთი შეკითხვა, თუ არის მართლმადიდებელი ქართველი მამა გერასიმეს მრევლში? Интересно, вы знаете, что у нас был в прошлом году известный игрок в баскетбол за Запорожье. საინტერესო კითხვა. თქვენ იცით რომ გასულ წელს ჩვენთან იყო ცნობილი კალათბურთელი ზაზა პაჭულია. სამწუხაროდ ის გაანთავისუფლეს გუნდიდან. ჩვენთან დადის მისი მეუღლე და მისი მეგობარი. სულ 2-3 ქართველი მოდის ხოლმე ყოველდღე. ერთხელ ჩვენ წილვა ჩავატარეთ ნახევრად ქართულ ენას. უნდა არ იცოდნენ გასგალობდნენ. მაგრამ მაინც გავუგდნენ, პასუხობდნენ ინგლისურად. იმ დღეს წირვაზე 8 ქართველი მოვიდა. ისე ყოველ კვირას მოდის ხოლმე 2, 3, 4 ქართველი. არის ასეთი გამონათქვამი, როგორც ანდაზა, რომ არიან მლოცველები, რომლებიც შემოდიან ტაძარში, ლოცულობენ, ანთებენ სანთელს და მიდიან. არიან ადამიანები, რომლებიც შემოდიან ტაძარში, ანთებენ სანთელს, არ ლოცულობენ და მიდიან. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვასწავლოთ მათ, შევკრიბოთ ისინი, ვესაუბროთ მათ, გაუზიაროთ მართლმადიდებლური სარწმუნოება. ეს ჩვენი მოვალეობაა. თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაშინ ისინი დარჩებიან ტაძარში. მეტიც ისინი მოვლენ წირვის დაწყებისას და არ წავლენ საფარების წაკითხვამდე. არამედ დარჩებიან მთელი მსახურების განმავლობაში. რატომღაც დალაშში ძალიან ცოტა ქართველია, ხოლო სხვა ქალაქებში ბევრია. ნიუ-იორკში ყველა ქუჩაზე შეიძლება შეხვდეთ ქართველს, მაგრამ სამწუხაროდ დალაში ასე არაა. მამა ნიკოლოზმა თქვა, რომ დაწერა, რომ ყველა უნდა დაუბრუნდეს თავის ქვეყანას, აი მოვიდა ის ჟამი, მოვიდა ის დრო, რომ დაუბრუნდეს და მამა გაბრიელი კიდე წინასწარ მეტყველებდა იმას, რომ ბოლო ჟამს ყველა გადასარჩენი სული საქართველოში ჩამოვა. სულისთან ლაპარაკობს სიკვარული კოველს ქართველს. და იგივე ვუცნობთ მამა გერასიმესგან, რომ აი ჩვენ ქართველი გონია პირადად. ეს რადიოსი მე მოხარული ვარ, რომ გაგიცანი. სამწუხაროდ ჩემი ქართული რასია. Я был сам корпо и открыли გამჭრეს და здесь и врачи видели, что у меня картвели гули. Это мы тоже видим, да? მამა ნიკოლოზი, მამა გაბრიელის კურთხევით ატარებს ამ დიდ ჯვარს. მამა გაბრიელი ამბობდა, ახლა ვინც დაეყუდება, თვითონ არის შესაყუდებელი, რადგან ერს ისე უჭირს, რომ ერი და ბერი ერთად უნდა იყოსო.